უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის ოფიციალური ნებართვით შეუძლია, ამბობს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აღნიშნავს, რომ კიევის შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალზე გამართლებულია და რომ ეს ერთი დღით ადრე მოსკოვის მასშტაბურ დარტყმებზე საკადრისი პასუხია. ეს განცხადებები უკრაინული დრონების სანქტ-პეტერბურგში მდებარე სამიზნეზე დარტყმიდან ერთ დღეში ნატოს გენერალური მდივნის კიევში ვიზიტისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. ჩვენ მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ან სხვა სამხედრო ობიექტებს, ანუ ლეგიტიმურ სამიზნეებს ვურტყამთ. განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან დიდი პროგრესი აქვს. უწრფელად რომ გითხრათ, ამას თვალს არ ვადევნებ. არ მაქვს აპლიკაცია, რომელიც მეუბნება სად მიდის პუტინი და როდის. ჩვენ პასუხობთ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებს. წამს რომ ეს დარტყმები გამართლებულია. სულ ერთი დღის წინ უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. ჩვენ ამას შესაბამისი პასუხი გავეცით. მაგრამ ნახეთ, ჩვენ მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ან სხვა სამხედრო ობიექტებს, ანუ ლეგიტიმურ სამიზნეებს ვურტყავთ. უკრაინა სწორედ ასე მოქმედებს. მათ უნდა გაიგო, რომ თუკი ჩვენს წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს გამოიყენებენ, ჩვენც იმავეც გავაკეთებთ. მხოლოდ დროის საკითხია, როდის შევძლებთ საკუთარი მასობრივი დარტყმების მასშტაბის გაზრდას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს შორმანძილზე დარტყმების შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს 1100 კილომეტრს მივაღწიეთ და ეს ერთეული შემთხვევა არ არის. ეს კონკრეტული სამიზნე და კონკრეტული შედეგია. უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ამ პრეზიდენტის განკარგულებით შეუძლია. აი რა შევსწავლეთ. გონით თქვენ მას ამის გაკეთებისთვის დრო მხოლოდ 2 საათით მიეცით. საბოლოოდ კი ყველაფერი 1 საათსა და 55 წუთში დასრულდა. ანუ მან არ გარისკა. ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის დედაქალაქში 4 შაბათს მოულოდნელად ჩავიდა. უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვამდე მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. ამ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს შეუტია. მაშინ, როცა ქალაქი ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ფორუმს და შესაბამისად ოფიციალურ პირებსა და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა. უკრაინულმა დრონებმა სამიზნემდე მისაღწევად 1000 კილომეტრზე მეტი დაფარეს. ერთი დღით ადრე 23 ადამიანი დაიღუპა კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად.